გამარჯობა, დღეს ხუთშაბათია 21 საათი და კვლავ ერთად ვართ. ეს არის მადის აღმოცვლელი პოდკასტი. აუცილებლად უნდა გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და მოკლედ იყოთ ჩვენთან ერთად. რაც შეეხება დღევანდელ სტუმარს, ნინი ბადურაშვილია, ჩემი სტუმარი. წარდგენა არ ჭირდება, ნამდვილად. ნინი, როგორ ხარ? კარგად, ძალიან და თან უფრო კარგად ვარ, რომ ვიცი რომ მალე ყובה მოვა. მოგშვიდა? ძალიან. მეც მოგშვიდა სხვათა შორის და სულ მაინტერესებს ხოლმე სხვათა შორის ჩემი სტუმრები საყვარელი კერძი რა არის და მგონია რომ მაყურებლებისთვისაც საინტერესოა და რაღაცნაირად სანახაობრივი არის ეს ყველაფერი, მაგრამ სანამ ამ თემებზე გადავალთ, მანამდე მინდა რომ ჩემი სპონსორი მეგობრები გაგაცნო ბომბარი, ეს არის პრემიუმ ხარისხის დამზადებული უშაქრო ფიტნეს შოკოლადები. თუ მოგიდა საღამოს, ხო, რაღაცა დაბალ კალორიული შოკოლადი, შეგიძლია რომ ბომბარი მიირთო, რომელიც იყიდება სპარსა და ფრესკოს ფილიალებში. არ ვიცოდი და აუცილებლად გავსინჯა. აუცილებლად ეხაც დღესაც დავაგემოვნებთ აუცილებლად და ფაფინა ფინური შრის ფანტელები, ფინეთში დამზადებული მარცვლეული და საქართველოში არის შეგიძლიათ რომ შეიძინოთ GPS-ისა და PSP-ს აფთიაქებში და ხო იცი ხა შრის ფანტელი ზოგადად ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ასევე კუჭნაწლავისთვისაც კარგია და დილით საუზმეზეც რაღაცებს რომ შეურევს, სხვადასხვა თუნდაც ხილი ან მურაბა ძალიან გემრიელია და დიეტის დროსაც მშვენიერია ასევე. 5 სახეობის შრის ფანტელი აქვს ფაფინას. ესაც არ ვიცოდი. ხო. შენ თუ გიყვარს შვრია? კი, ძალიან. აი, უცნაურია, მაგრამ მიყვარს. და დილას ხშირად მივირთმევ ხოლმე შრის ფაფას. ხო, ურაკაი. ხან უგზეოთ რაღაც სხვადასხვა ვარიანტი. ხანდახან ხილს ვადებ და გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, ნოყიერიც არის საკმაოდ და მე დიდხანს ისე თითქოს. ანუ მარტო შვრია არა, თუ აი თქვა შვრიასთან ერთად რაღაცა არ ვიცი, ხილი ჭამე ან რაღაცა მივყოლე, კი, საკმაოდ ისეთია ნოყიერი. კაი, რაც შეეხება იმ თემას, რა გიყვარს შენ, რომ გადავიდეთ, როგორც ვიცი, ნუ შენ გურვანი ესე დიდად არ ახარ, როგორც მითხარი და გიყვარს ან ჭადი, ყველი და სალათა, ხო? კი, ხო, აი, არ ვიცი, უთქვამს, ოდესმე შენ სტუმარს შეუკვეთავს ეს. ხო და ეხლა ნახე, მოდი ჯერ მოვიდეს, უკვე მოვიდა და მოგიყვები მაგაზე, თუ შეიძლება რომ შემოგվაწოდოთ. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ მეგრულმა სახლმა გამოგვიგზავნა ესეთი გემრიელობები, ყველი, ძალიან საინტერესო სალათა. ეს პიტნით არის მე მგონი. ჯონჯოლი და პიტნა. ხო, ეს თვალე რა არის, ბაჟი ხო არა? ძალიან კაი სურნელი აქვს დავაგემოვნე ერთი წამი. და კიდე პომიდორი. თან მეგრული, ვაიმე როგორ მიყვარს მეგრული და მეგრული სამზარეულო. მეგრული სამზარეულო, თან ახლა მეგრელი ვარ მე. მეგრელი ხარ? კი ბატონო. დაგვარი ხარ? ქირია. ქირია. აჰა. იცი მომზადება კერძები? იცია. მეგრული კერძები ესე არ მომზადებია, მაგრამ რომ მომინდეს მომზადება, აუცილებლად მომზადება. ანუ ხელი სუდი არ მაქვს. და ასევე ნახე ჯონჯოლის ლობიანი. ოი, ეს როგორ საინტერესოა, ეს არასდროს არ გამიში. ძალიან კარგია და უღრმესი მადლობა მეგრულ სახლს. ყველი გიყვარს? ყველი მიყვარს ყველაზე ძალიან. ყველანაირი გიყვარს? ყველანაირი მე მგონი მართლა. აი, ყველი მართლა შეიძლება. აი, ერთი პერიოდი სულ ჭამდი ყველს და კიდე პომიდორს. ეს იყო ჩემი კვება და ვიყავი ძალიან ბედნიერი. და ზაფხულში კიდე ძალიან მაგარია რა, ეს მით უმეტეს. აი, კარგი ყველი კიდე განსაკუთრებით. ხო, ისე ყველს სადყიდულობ, თბილისში ყიდულობ თუ შეიძლება გამოგიგზავნონ ხოლმე რეგიონიდან, დასავლეთიდან. იცი რა არის? არა, თბილისში, ძირითადად თბილისში ყიდულობ ხოლმე. თუმცა, როდესაც ჩავდივარ ხოლმე არ ვიცი სადღაც, და ბებია ჩემ აბარებს ხოლმე ყოველთვის რომ სადღაც რომ ჩავდივარ, უნდა რომ ყველი წამოვიდე. ხო, იმიტომ ნატურალურია ხა მაინც. განსაკუთრებით კახეთში თუ მივიდივარ კახური ყველი და გონია რომ აი სანამ კონცერტზე მივალ, აუცილებლად უნდა გავიარო ბაზარში და წამოვიღო, ხო? არა, ჩამომიტანია სხვათა შორის. ხო, იმიტომ რომ ახლა სხვა გემო აქვს და სხვანაირი სტრუქტურის არის. ძალიან და სხვათა შორის ჩვენ მყავს მეგობარი, ძალიან ჩემი ოჯახის ახლო მეგობარი და ქუთაისი ხო ძალიან მიყვარს იმ და ხშირად ხარ. ძალიან ხშირად და იქ არის ძალიან ესე იგი ჩემი ახლო მეგობრები არიან და ოჯახი მზიკო არის ოჯახის ბურჯი და თავი და ის მეტას ყოველთვის რაღაც ძალიან გემრიელ საკვებს და მათ შორის ყველსაც. ძალიან მზიკო მადლობა. მზიკოს მოგიხვა. მზიკოს მოგ. დიდი მადლობა. მოდი დავაგემოვნოთ და თან ეხლა დავაგემოვნოთ და მოგიყვები ჭადზე კიდე ვინ მითხრა ჭადი. ეს რაღაცა ცოტა ვის არის განსხვავებული კიტრი პომიდორის ხო ნუ არა. კი, მე ამართლა არ მიჭამი ესეთი და ეს რა არის?
პიტნა, რომელიც უგემრიელესია და ეს არის ბაჟე, თითქოს აი რაღაც ეგეთი. მწვანე რა პიტნის, არ ვიცი. ძალიან გემრიელია. ხალხო, მართლა შოქში ვარ. მართლა. მეგრული სახლი აპლოდისმენტები თქვენ. დედასვიცა ვარ, შოქში ვარ. ან ფაიმ ეს არ ვიცი. ეს იმის პრობლემა ხარ ჩვენ ძალიან მშივრა ვარ. აუ არა, მე ძალიან მომწონს ესეთი თან ჟავერო არის. აუ ძალიან გემრიელი, ამას საერთოდ არ უნდა, აი მარტო ესეც შეჭამ ადამიანი. მართლა. და ყველიც აქვს, ხო? არა, პიტნა ეს. აი ეს დადუღივით არის. ფუფ, დადუღი პიტნით. ჯენ. დადუღი პიტნით და აი ეს მწვანე რა არის ოღონდ, შენი აზრით? ყემალი? არა. მე ვიცი. რა? მწვანილების ის ხო არ არის რაღაცა. პესტოს გავს, ოღონდ პესტოს გემო არა. პესტოს გემო არა აქვს და მაგიტო. აი, ჭადი? უგემრიელესია. აი ძალიან მაგარია. ფაიმე ამიერიდან მახლა ამაზე შევჯდები. კი. მე ამაჩვევა ვიცი. ეს არ ვიცოდი. თან იცი რა არის ძალიან ისეთია, დიეტური ასე ვთქვათ. არ გაგასუქებს. ხო და ჭადი უყვარდა. ვის უყვარდა? მოკლედ ჭადი უნდა და გია ჯაჯანიძეს. ხო. ასე მითხრა რომ ძალიან მიყვარსო ჭადი და ეკალა. აჰა. ხო და მეთქი ხა იმერულის უკრა. სად მოვიძიო ხა ეკავად? თვითონ მომიტანა. მართლა? თვითონ დედამის დააწყობინა ჭადები უგემრიელესი. ეკავა თავისმა მეგობარმა. თან ეხა ზამთარში ხარ შოვება ეს ეკავა და რაღაც გადანახულივით უნდა გქონდეს რა და მე მით უმეტეს მეთქი ეკავა თქო ნაჭამი არ მაქვს თქო მახლა დასინჯული მიუხედავად იმისა რომ ხალი მიყვარს ან აი ისეთი კარგი იყო აი გია და შენ ხარ მეორე პიროვნება რომელსაც ესე დრომომეს მითხრა რომ ხომ ჭადი მიყვარსო შენ სალათა თქვი მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში გია შემთხვევაში ეკავა იყო ეხლა შენ თუ ამზადებ საჭმელს ეგ მაინტერესებს თუ გამოგდის ეხლა შეიძლება რა თქმა უნდა სამზარეულოში არ იყოს 24 საათი მაგრამ ნუ როგორი ხელი გაქვს ხელი სხვათა შორის ძალიან უცნაურია ხდება ბევრმა დამცინოს ახლა ვიცი რა ის ხელიო შენ საერთოდ მაგრამ მე მომწონს მე რომ ამზადე უბრალოდ ესთეტიკურად ლამაზად არ გამომდის აი მაგალითად თქო და ჭადი შეიძლება სხვადასხვა ფორმის გამომივიდეს და ხო მაგრამ ხო გემოამთავარი ისეთი ლამაზი არ გამოვიდეს მაგრამ გემო ცუდი ნამდვილად არა ყოველ შემთხვევაში ჩემ შოს მოწონს რა ვიცი ნუ 1-2 კი გავაკეთე რაღაც საშინელება ნუ ეგ გამოცდილებაა მე მიხვდები რომ ეგ რაღაცა ნუ პებეჩემ იმდენად მაგარი კულინარია და იმდენად სასწაული ხელი აქვს და ისა მაგრა აკეთებს რა ხა იმის შვილიშვილს არ ეკადრება ესეთი რომ გამოვედი და სულ მეხვეწება ხოლმე რომ მოდი ნუ რაღაცა მაინც ისწავლე მე არ მეზარება რომ სახლი დავალაგო დავხეხო დავწმენ სიამოვნებს კიდეც დავაუთავო აი ეს ყველაფერი არ მეზარება და როგორც კი მიდგება საკითხი რომ უნდა რაღაცა გავაკეთო ძალიან მეზარება რამე რეცეპტი არის რომელიც გინდა რომ ისწავლო და ვერ ისწავლე ან არ ისწავლე ან რაღაც ეგეთი ძალიან მინდა რომ შევიყვარო მზადება ხო აი ზოგადად ეს აი კონკრეტული რო გითხრა რომ კერძი მინდა რომ ვიცოდე რაღაცა თუმცა ნაც ის ხაჭაპურის გამიკეთებია რაღაც მაგრამ მეზარება აი რომ უნდა დაიწყოს ეს პროცესი და თან ძირითადად რა ანუ როგორ ჩვევა მაქვს იცი რომ აი ბოლო წამს მივდივარ ხოლმე ფორთხიალით სამზარეულომდე წნევა დაცემული რომ უნდა ვჭამო ზუსტად მეც ეგრე ანუ მანამდე ხო შეიძლება რომ რაღაც გაგახსენდეს ადამიანს რომ უნდა ჭამო რომ უნდა რომ გაკაკალებს ხო აი ესე და იმ წამს ეხა მე რო კიდე რამე დავჭრა უკვე ძალიან სუდოთ მესმის დილას ესე იგი ეხლა ფერს ალბათ გაუჩნდება შეკითხვა აბა ეს ბავშვი შვილი რო ყავს რასაჭმევო მაგრამ ეხლა როგორ ამაკ დაალაგებული გეტყვით დილას ელენე დგება საღამოს უკვე გამეზადებული აქვს დილას დგება და არა კატეგორიულად არ უნდა რომ მე ავდგე ხო მოწონს რომ თვითონ დგება მარტო და თავისთვის იმზადებს ხოლმე ელენეს გამოზდის ძალიან გემრიელად ყველაფერი და ეხა ისწავლად ცივი ყავის გაკეთება ისე გემრიელად მეხვეწები გამიკეთოს ხოლმე არ ეზარება ანუ სიამოვნებს ეს ყველაფერი მასია ხო თუ სიამოვნებს კიდე სხვა ხალხს არის ხო და ანუ იცის კონკრეტულად საღამოს რაღაცები დაალაგებული აქვს დილას იცის რას შეჭამს რაც შეიძლება სკოლაში საჭმევენ და რომ მოდის უკვე აბავშვი რომ მოდის უკვე მე სკოლიდან
ბებია ჩემი ცხოვრობს ჩემს თავზე. გამარჯობა და შვილიშვილს არ მოაშვი. ბეშვილთა შვილს არ მოაშიებს. და ნუ მე საღამოს კვებაც ახლა რაღაცას კი ვაკეთებ. ესეთი ისიც არა ვარ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ძირითადი კერეცი რაც უნდა მე საღამოს არა, ნუ ხო რაღაცა 6-ზე 7-ზე ვირთო უკვე არის ზემოთ. ბებიასთან. ბებიასთან საღამოსთანამდე. სულში ეგაც სამშვენივრად ამბოლოდ. აი ეგასაც უფრო მერე დაეწყო, აი იცი ასაკში ეს ყველაფერი და მე მაგის იმედი მაქვს, რომ ასაკში უკვე მეც დავიწყებ კეთებას. იმიტომ რომ ცუდი ხელი არ მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ესთეტიურად გამომდის ამას ვერ ვიტყვი. იცი რა მითხარი? აი სადმე რომ მიდიხარ ხოლმე მაგალითად ან კონცერტებზე, ან სადმე საზღვარგარეთ რომ მიდიხარ ხოლმე, არის ერთ-ერთი ის მიმართულება სამზარეულო, რომელიც გინდა რომ დააგებინო? კი. შოთჟერეს კი. ხო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ესე გაგიჟებული, მაინც მინდა რომ აი სადაც წავალ კონკრეტულად. და აი რომელი მოგწონებია? ეხლა ძალიან სასაცილო ამბავი მოხდა, რომ ესე იგი 13-12 წელი, არა, რამდენი წელი ვიყავი? 13-14 წელი ვიყავი. წავედით იაპონიაში, იმაზე ქართული დღეები იყო და ჩვენ მქონდა ესეთ ანსამბლი, შევქმენით ანსამბლი ია, ხო? ეს ფოლკლორული ძალიან დიდი ხნის გეუბნები, რამდენი წელი ვიყავი? 14 წლის და წავედით მე ნიკა სეპსკორზე თაკო გაჩისაზე ეკა და ეჩემი და ეს ანსამბლი ტურნე გქონდა მოკლედ იაპონიაში და სხვადასხვა ქალაქში დავდიოდით და ესე გაგიკვირდებათ და სუშის არსებობას ერთად არ ვიცოდით მაშინ და 14 წლის განმავლობაში რამდენი ხანიც იქ ვიყავით თუ უცება მეტიც ჭამდით რას? აი თუ ქართულს? არა. ნუ აი რას შევჭამდით? მაკდონალდს. იაპონიაში შეიძლება მაკდონალდს არ ჭამე ის რაც. იმიტომ კი რომ მაკდონალდი ცუდია გიждდები მაკდონალდს. ხო შეიძლება რომ რაღაც იცი რა არის ის თვითონ იაპონელები გვიმას პინძლდებოდნენ, მაგრამ სუში არ ვიცი, აი ეხა დღეს ძალიან ჩემი ფავორიტია, ერთ-ერთი ძალიან მიყვარს სუში. არ ვიცოდით ამის შესახებ და რაღაც აი იაპონური ისინი გვეკონა რომ რაღაცა ხო იყო და ვერ ვეკარებოდით, ხო? და ძალიან ანუ უფრო რა წარმოიდგინე რეები არ ალბათ რა ბიჭო. რა არ ჭამეთ და რეები მოდიოდა რომ ახსენდება სასწაული. ზოგადად გადატანითი მუშაობით გეკითხები. მადას რა გიღზრავს ცხოვრებაში? კარგი ახალი სიმღერა. ხო. რომელიც აი უკვე ვიცი რომ რაღაცა კარგი გამოვა აქ. აი ამაზე დიდი რაღაცა აი როდესაც იცი რომ აქიდან რაღაცა კარგს გამოიყვან და უკვე პროცესში ვერ ხვდები რომ კარგია. აი ეს ალბათ. ბოლოს ოდის კონდა ეგეთ შეძნება. სხვათა შორის სულ ახლახანს ეგამ დაწერა სიმღერა, ცოტა არ არის ჩემი ჟანრის, მაგრამ ესეც რაღაც ერთგვარი ექსპერიმენტია და მალე ხო ალბათ მალე უკვე მსმენელი მოისმენს რა, მარტო მე არ მღერი და აი, როდესაც ეს სიმღერა მოვისმინე, მივხვდი რომ გაარტყა რა, ასე ვთქვათ, ანუ კარგია. მიუხედავად იმისა, რომ შენი ჟანრი არ არის. არ არის ჩემი ჟანრი, არა. კლიპიც იქნება? ნუ აი კლიპი არ ვიცი, მაგრამ პრეზენტაცია აუცილებლად ესე სატელევიზიოდ შედგება კი. და აი როგორი ჟანრია? აი უფრო ისეთი მე რო არ ერთხელ მაგ ნამღერი უფრო ქალაქური. ქალაქური ვარ, საინტერესოა. ხო. ოღონდ ახლა მე ძალიან ქალაქურად ალბათ მაინც ვერ ვიმღერებ ისე როგორც თქვა ტრადიციული, მაგრამ ეგეც საინტერესოა. მაგრამ ალბათ რაღაც თანამედროვე ელემენტებიც ურევია, ხო? აი ეხა მზადების პროცესია და წარმატებები ძალიან მაგარია, ძალიან კარგია. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი შენ საქმე არის ერთ-ერთი ის, რაცაც მართლა მადას გიღწრავს და თან აკეთებ. აი ხო ვიღაცა არის, რომ ძალიან უნდა რაღაც საქმის კეთება, მაგრამ არ აქვს სიტუაცია, ვერ აკეთებს რა და ყველას უნდა კონდეს ის საქმე და აკეთებდეს, რაც უყვარს, იმიტომ რომ მე სხვანაირად არც იღლები ჩემი აზრით, არა? სასიამოვნოდ იღლები. სასიამოვნოდ იღლები, ხო, და რაღაცა მუღამში ხარ ძალიან. ანუ ის დაღლა უკვე ის არ არის, რომ აი დავიღალე და ანუ სასიამოვნო პროცესია და სასიამოვნო დაღლა. ხო და ეხლა დღესაც ვლაპარაკობდით, გახსოვს მე ძალიან პატარა ვიყავი მაშინ აი 2000-იანების დასაწყისში, როგორ გუგუნებდა მართლა მაშინ დაიქოქა. რომ ხო, აი კონცერტებზე რა დღეში იყო იგივე შენ კონცერტებზე, თუნდაც აი ლექსენი თქო ახსენ, აი რა მაგარი. ნუ არ ვიცი, რაღაცა სასწაული ხდება. ნუ ლექსენი საერთოდ ის იყო, რა ვიცი, მაიკლ ჯექსონი. ხო, ლექსენი სადაც ლექსო სალამი. ანუ რო გამოდიოდა
ჩვენ ვის ვახსოვდით? ისეთი ამბავი ხდებოდა, იმიტომ რომ ცალკე გაყავდათ ხოლმე, ცალკე მინივენით რა ვიცი. ხო, ჩუმად, აი მართლა მაიკლ ჯექსონს რო აპარებენ ხოლმე, ხო იცი კონცერტი, აი ეგეთი ამბავი ხდებოდა ხოლმე. მაგრამ ჩვენზეც რა, ანუ ძალიან ის იყო, აქტიური იყო მაშინ ეს ფანების ფანები იყვნენ ძალიან აქტიურები და სულ რაღაცა გადაღებებზე მოდიოდნენ, იქ რეკავდნენ, ვაიმე, ეს რა იყო ხოლმე. ეხა ხო, ნუ ჩვეულებრივად თოდ მოგწერს რაღაც ხო. არა, მაშინ სახლში რეკავდნენ და სახლში რეკავდნენ? დაურეკავ ჩვენთვის? ვიკაცო რამდენი. აუ, გთხოვ, მოყრავე, მაგალითად რა გახსოვს? ნუ ერთ-ერთი ბიჭი იყო კოტე ერქვა და არ ვიცი რაღაცა დღეღამე ქონდა არეული თუ რაჭი ამერიკაში ხო არის? არ ვიცი, მოკლედ რეკავდა ხოლმე ძირითადად ღამე და ბებიაჩემს ქვია ფლორა. ვერი მახსოვდა ფლორას სახელს და აი ღამის 3 საათზე შემოდიოდა ზარი და ბებიაჩემს ან ახლა ნუ ღამე რო ვიღაცა რეკავს. ან ბოლოს რატო ვერ მიეჩვია თქო მაგას ვამბობდი რომ ეს კოტე იქნება აუცილებლად რომ მე ვიცოდი რომ უკვე ის ღამე დარეკავდა და ბებიას არ ეზარებოდა დგებოდა და რობასე ბატონო და ქალბატონო ქლორა ფლორა არა ქლორა და ამას ნერვები ეშებოდა და კოტე ქლორა არა ფლორა მომისმინე ხა ღამის 3 საათი ის არ ნებდება ის არ ნებდებოდა და ქალბატონო ქლორა რეკავდა ღამის 3-ზე 5-ზე რაღაცა ნუ მე ვისწავლე რა უნდოდა ანუ შენ ერთხელ მაინც დაელაპარაკე და ნუ ერთხელ შეიძლება დაველაპარაკე არა უბრალოდ ლაპარაკი უნდოდა რა და ეს შენ ფანი ვარ და კარგად რაღაც როგორც ხო რაღაც ვინ იყო ეს ვეღარც გაიგეთ ანუ ეს კოტე ვინ არის არა მე მგონი მახსოვს ხო რაღაცა გავიგე არა მე დამანება თავი დაგანება კი მაგრამ ესეთი ბევრი იყო ხოთა შორის და სასაცილო ისტორიები მაგ ხო ნუ ერთ-ერთი თაყვანისმცემელი მყავდა და სახში რო ყვავილების გამოგზავნის პერიოდი იყო რა და არ ვიცი რატო მაგრამ მიგზავნიდა სარიტუალო ვენოქს რო ეძახიან იმას რა ანუ ვენოკები არა, ესეთი უცნაური თაყვანისმცემლები ყავდა და ბოლოს მახსოვს მამაჩემი გამწარდა ერთ-ერთ ვენოკზე, იმიტომ რომ მართლა ნუ აი რაღაცა გვირგვინი იყო და შედგა ფეხებით და გამწარებული გათელა მთელი ეს ვენოკი, მახსოვს ნუ რა არისო, ვერ ყვავილი გამოგზავნოს ან თავი დაგანებოსა, ნუ ძალიან სასაცილო ბევრი ისტორია ესეთი. იყო მაგალითად, როდესაც ერთ ვიღაცას ყავდა აჩემო, რომელიც აი სულ რეკავდა. სულ რეკავდა, ანუ ჩემ ტელეფონზე რამდენი დარეკავდი, სულ დაკავება მქონდა, იმიტომ რომ სულ ის რეკავდა, საერთოდ. ხო, რა საშინელებაა ეს? ხო, და აი მაგის გამო მომიწია ერთი 3 ნომრის შეცვლა, იმიტომ რომ მაგდონალდ ტელეფონს არ ქონდა ბლოკი. არ ხო, ეხა ეგ უნდა მეკითხა, რატო არ დაბლოკერთ? არა და მაგის გამო ვიცვლიდი ნომრებს. ფაიმე შესაწყო. იცი რამდენჯერ მაგ შეცვლილი. სხვადასხვა ჩემ ოჯახს ყველას ჩემი ნომერი აქვს, იცი? აი, ბებიას. აღარ მინდა ეშენია. ტელეფონი რომ რო უცვლიდი ვიღაცისთვის ხომ და მიმეცა და ჩემ მეგობრებს, ჩემ სიძეს, ჩემს დებს, ყველას აქვს ჩემი ნომრები. ჩემი დიშვილსაც ჩემი ნომერი ქონდა ბოლოს. ამდენჯერ. აი, ესე მიწევდა სვლა ხო. ხო, არა, ძალიან მაგარი პერიოდი იყო. ეხლა უკვე სოციალში გადაინაცვლა. ეხლა ფერმა და ისე ცუდი კომენტარები ხო ყოველთვის იქნება, მაგრამ ხო არის კარგიც და ხო აი გდენიც და ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც კარგ კომენტარს წერს, იმიტომ რომ ცხადია ყველას ერთად ვერ წაიკითხავ, მაგრამ ნუ რომ ხედავ ბევრ სასიამოვნო და თბილ კომენტარს და გულს ძალიან სასიამოვნო ეს ყველაფერი, თუმცა ნუ მეორე ნეგატივიც აქვს რა, ეხლა ამ პროფესიას მოსდევს ისიც არის, ისიც არის. აი ცნობადობამ მაინტერესებს რა დაგაკარგვინა, რასაც განიცდი? თავისუფლება. ხო. ვიცოდი რომ მაგას მეტყოდი, ხო, ნუ იდეაში ეგ არის. მაგასთან ერთად არის რამე თუ უფრო მეტად იტყოდი რომ თავისუფლება. ხო, ნუ თავისუფლება და მე მოსდევს ბევრი რაღაც. აი რა. იცი რა, ბევრჯერ ყოფილა ისეთი არასასიამოვნო მომენტები ჩემ ცხოვრებაში, რამაც მე ცუდი გავლენა მოახდინა ჩემს პირად ცხოვრებაზე. ამის გამო დამგრევია ურთიერთობები. ჭორების და ზედმეტი გამადიდებელი კი, ამის გამო ურთიერთობები ვერ ამიწყვია. იმიტომ რომ ნუ რაღაცა იყო პერიოდები, როდესაც აი სულ რა ვიცი რაღაცა ვიღაცა მოგეწონებოდა ხმე ადრე ვამბობ რა მოგეწონე დამპატიჟე რაღაცა წავედით ვისაუბრეთ რაღაც ვიღაცა დაინახავდა რომ ჩემთან ერთად იჯდა და იმასთან მიდიოდა მე რაღაც საშინელი
არ ვიცი, ენების მიტანები, ესა შეიძლება არც არაფერი ხო, მაგრამ ეს ადამიანი მე ამ ნეგატივს რო ისმევს, მე ეშინია და დაბრკოლება და მთელი ამბავი და მე იშლება ეს ურთიერთობა თავის. მე არ ვამტყურებ იმ კაცს, იმ ჩემს თაყვანისმცემლებს, იმიტომ რომ ძალიან რთულია ჩემი პროფესიის ქალის აი ძალიან ის არის რა, ისი როგორი რაღაცა, ძალიან მყარად უნდა იდგეს თვითონაც და თავიდანვე ძალიან უნდა იყოს, ხო, ძალიან უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ შენ ძალიან უღირ ხარ და მოწონო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არ იცის, ხო, თავიდან გიცნობს და მე ისეთ რაღაცებს უყვებიან, რომ გონია რომ რაღაც უბედურება ხარ და ანუ აუცილებლად რაღაცა ტრაგიკულ ბედში ჩავარდება და ჯობია რომ გაიქცეს. ხო, ისე ცხოვრებაშიც მგონია რომ თან პოპულარობა ამ მხრივ კიდე ხელს გიწყობს, რომ რაღაცეები შენთვის რო გინდა შეინახო, ვერ ინახავ და თან ისედაც ხშირად დამფიქრებია რაღაცეებს, როცა იტყვი და გაასაჯორებ, აი შენ გეგმებს და რაღაც შეიძლება რომ რაღაც გავლენა მოახდინოს, აი. ამიტომ ძალიან ჩუმად ვარ ხოლმე ყოველთვის. წინასწარ სანამ რაღაცა გადაწყდება. ეს ისწავლე რომ მაინც რაღაცები. მე ვიყავი ძალიან ვიყავი არა, ვარ, უბრალოდ უკვე ვისწავლე თორე ვარ. მე ვარ ძალიან ალალი, ზედმეტადაც კი და ამან შემიშალა ხელი გარკვეულწილად ბევრ რაღაცაში, იმიტომ რომ შენ როგორია რომ ის მეორე ადამიანი რაღაც გულწრფელად გისმენს, რაღაც შენს ემოციას იზიარებს, შენს ტკივილს და ასე შემდეგ. თურმე ესე არ არის. ანუ ვიდის და სხვანაირად ატრიალებს ამ ამბავს და ეს ყველაფერი ვისწავლე უკვე ვიცი სად უნდა ენასკვილი დავაჭირო ვისთან რა უნდა ვთქვა და რა თქმა უნდა ეს გამოცდილება მივიღე უდიდესი რაც დღეს უკვე მადგება ეს ახლო ადამიანებთან დაგემართა ეგეთი რაღაც თუ ყველა გარკვეულწილად ყველასთან აი მეგობრებთან თუ ყოფილა ეგრე იცი რა არის ხა მე მყავდა ძალიან დიდი წრე მე ხო იცი რაც უფრო ასაკი გემატება ეს წრე ვიწროვდება და გარკვეულწილად შეიძლება ხო ვიღაცები ჩამომაშორა ანუ ამ რაღაცა გარკვეულწილად იმოქმედა რა თქმა უნდა და ხოლოდ ალბათ იმ ადამიანებთან მაქვს ახლა დღეს ურთიერთობა იმ ადამიანებს ვეკონტაქტები ვისაც ვიცი რომ ვენდობ ხო ხო ზოგადად რომ ამბობენ რომ ბევრი მეგობარი კარგია და რაღაცა არა ძალიან კარგია მაგრამ შემთხვევაში ვერ ხდება ხოლმე მაგრამ რაც დრო გადის და რაც უფრო ასაკი გვემატება მით უფრო რაც თითქოს პატარავდება ეს სამეგობრო ზემით რომ პატარა რო ხარ მიდევმოდებული ხარ ხო იმის მეგობარიც შენი მეგობარია მე სადღაც წახვალ არ ვიცი ერთად რაღაცა მოგზაურობაში უცბად შენი მეგობარი ხდება, მაგრამ მე უკვე დრო ახარისხებს რა მაინც საბოლოოდ ამ ადამიანებს. შენიანია მართლა და ვინ არა. აი ტკივილმა რა გასწავლა ისეთი, რასაც შეიძლება სიხარულს არ ესწავლებინა. გამაძლიერა ალბათ რა. ეხლა კონკრეტულად ბევრი რაღაც, მაგრამ მოგეთ ყველანაირი ტკივილი, ყველანაირი იმედგაცრუება, ღალატი გინდა მეგობრის, გინდა საყვარელი ადამიანის. ყველაფერი ეს მე გზრდის საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ იმ ეტაპზე სადაც იყავი, იმ ეტაპზე თუ დარჩიონ 20 წლის წინ როგორებიც ვიყავით, ისეთები ხო აღარ ვართ დღეს. იმიტომ რომ ბევრი რაღაც გავიარეთ ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში იმ მომენტში კი ფიქრობ, რომ ნეტა რატო განვიცადეს, ნეტა მე რატო გადამხდა და სხვა არა, მაგრამ მე მგონია რომ ყველას თავისი გზა აქვს ამ ცხოვრებაში და ყველას თავის ჯვარი აქვს სატარებელი და ყველას თავის გამოცდები აქვს რა. ვიღაცა შეიძლება ნაკლები ქონდეს, ვიღაცას მეტი, მაგრამ შენ როგორ გამოიყენებ ამ ყველაფერს, მე შენოთ და რამდენად შენ გაიზდები და შენ განვითარებას შენ თუ იგივე საფეხურზე დარჩი, როგორიც თქვა 5 წლის, თუნდაც 5 წლის წინ იყავი, მაშინ ყოველთვის უნდა რაღაც განვითარება და იმ ნეგატივსაც ის რაღაცა რაც მოხდა. იმასაც მე ვცდილობ, რომ ისე შევხედო პოზიტიურად და მე ვამბობ, რომ ღმერთო, მადლობა, რომ ესეც გავიარე და აქამდე მოვედი. შენზე რომ ამბობდნენ, რომ ის მაგაზე არ გავჩერდები, რა თქმა უნდა, რომ ნინი ესეთია ცოტა ქედმაღალი და ნუ რა თქმა უნდა არ მგონი ხარ საერთოდ ეგეთი და ნუ შენც ბევრჯერ გითქვამს ამაზე კომენტარი. მაგრამ აი რეალურად ისე მაინტერესებს, აი მაგალითად თუ ვინმესგან რაღაც გეწყინა, ან რაღაც აი ამ შემთხვევაში შეგიძლია რომ თქვა გამოთქვა იმ მომენტში და აფიქსირო თუ უფრო გულჩათხრობილი ხარ და შეიძლება შენთვის შეინახო და სხვანაირად მიხედო ამ საკითხს. არ ვიცი, მაგის პასუხი, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც არ მithქვამს და ეხაც არის რაღაცები დაწყენი ვარ და არ იცის, მაგრამ აუცილებლად მეტყვა დამოკიდებულებაში. ვერ ვიტყუებ.
და რო გეკითხებიან რა გჭირს რა სეუნები? არაფერი, უბრალოდ აი ხანდახან მიზარებ ხოლმე რაღაცის გარჩევა და ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ ძალიან შემეხო, მაგ შემთხვევაში კი ალბათ ვეთქვი. ყოფილა ეგეთ შემთხვევებიც, რომ ძალიან მწყენია და პირდაპირ დამირეკავს და მithქვამს, რომ აი ეს რატო გააკეთე. მაგრამ თუ აი რაღაც ბევრი რაღაც მეწყინა. ხო არის რაღაც ერთმანეთზე რო აეწყო. შეიძლება არ ვთქვა, რაღაცა ვთქვა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დისტანციას მე ეგრე გამოდის, მე კი არ აძლევ საკუთარ თავს, რომ ეხლა მანდ ამაიც ეს ადამიანი უნდა გავწევ, უბრალოდ აღარ მინდა, რომ რაღაც შინაგანად აღარ მინდა, რომ ვეურთიერთ. როგორც მახსოვს გითქვამს სხვა ინტერვიუში, რომ აი მაგალითად ეგრევე შეიძლება არ გაიხსნა ადამიანს. ვიღაცები არიან ძალიან კომუნიკაბელურები, ოღონდ იმას არ ნიშნავს, რომ შენ არ ხარ კომუნიკაბელური, უბრალოდ ვიღაცა მარტივად შედის კომუნიკაციაში და შეიძლება უცებ გაიხსნას, ვიღაცა არა. შენ მე მგონი ისე ხარ, რომ ჯერ აი თქვა ცოტა დისტანცია. აი გააჩნია სიტუაცია. არის სიტუაციები, სადაც უბრალოდ აი ძალიან გაიხასიათებარ და შემიძლია პირდაპირ ძალიან მარტივად შევიდე. არის სიტუაციები, სადაც აი შეიძლება არ მომინდეს უბრალოდ, რომ ამას თუ ეს თუ აღიქმება იმაში, რომ მე ქედმაღალი არ ვიცი, მაგრამ არა, ქედმაღლობა არაფერ შუაშია. ანუ შეიძლება ვიღაცისთვის ცივი ვიყო, რომ აი მაგალითად ხა ჩემი და ქეთოზე მაგ საუბარი. არის ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი. ყველანაირ სიტუაციაში შეუძლია დააჯდეს, ყველასთან გამოძახოს საერთო ენა, უცხო ადამიანთან პირდაპირ თვითონ დაიწყოს კომუნიკაცია რა. ანუ თუ იმან კი არა, აი ამან. მე არ შემიძლია. მე რა ვიცი, შემიძლია ასე ვიждე სადღაც ჩემთვის. ოღონდ ცუდად კი არ ვარ, უბრალოდ რა. ხო და ნახე ხასიათს თავიდანვე ვთქვა იმ დღეს ხასიათზე ვარ თუ არა აი ზოგადად ცივგონებაზე მაინტერესებს რა შემთხვევაში შეიძლება რომ უფრო შეხვიდე ადამიანთან კომუნიკაციაში ან რა არის ის კრიტერიუმები რის შემდეგაც ვფიქრობ რომ მოდი უკვე შემიძლია რომ ვთქვა რაღაცა ყინული დავადნო ეგ მაგას საერთოდ არ ვსაზღვრავ უბრალოდ იმ მომენტში თუ ვიგრძენი რომ ეს ადამიანი ვიცი რაღაც უცბად აი ენერგიის დონეზე თუ ვიგრძნები რომ ამ ადამიანთან შემიძლია რომ დავამყარო კომუნიკაცია შეიძლება ისეთი რაღაც მოუყვები რომ რა ვიცი შეიძლება ისე გავეხსნა რომ ჩემი გულის ტკივილი და საიდუმლო უცბად მოუყვე ისეთ ახლობელსაც არა როგორიცაც თქვა შეიძლება მოუყვე საერთოდ მე ეგ ვისწავლე რომ ადრე უფრო მეც ვლაპარაკობდი აი შემეძლო რომ ჩემი რაღაცა ამბავი მომეყოლა ისეთ ადამიანებთან მე მივხვდი რომ არ უნდა მოყვე იმიტომ რომ მე ეს არასწორი ინტერპრეტაციით გიტრიალდება ხო და ეხლა ცოტა ესეთი შეიძლება გავხდი დისტანცირებული, რომ მაინც ვიცი რომ ენასკმელი უნდა დავაჭირო რა. მაგრამ ხასიათზეც არის. ხანდახან არის რომ აი არ ვარ ხასიათზე. ხო. და მაინც არ მინდა ეხლა მაინც რომ რაღაცა უცბად ვიყო ძალიან და ზოგი არის რომ პირიქით სულ ისე არის ლაღად და ხანდახან არის რომ უბრალოდ ჩემთვის მინდა რომ ვიჯდეს რაღაც სუფრა იქნება თუ რა კი ვიღაც დამეკონტაქტება სიამოვნებით გავცემ პასუხს დავეკონდა მაგრამ შეიძლება მე არ დავიწყო ლაპარაკი აი რაღაც თემაზე და შეიძლება მე მგონი მაგიტომაც ფიქრობენ რომ ეს არის წერვაზის ეს თუ რამეს კითხავ გაქცემს პასუხს თუ არა და შენც არაფერს არ გეტყვის რაღაც მაგიტო ალბათ ну არ ვიცი და აი ზოგადად შენთვის აი ცხოვრების ღირებულებები რა არის აი აქამდე ხო მოხვედი მაგალითად და აი ხო თქვი რომ ბევრი რამე ვისწავლეო და აი რა არის აი რაღაც რამდენიმე რასაც ყოველთვის ტვინში გაქვს და შენ თავს ახსენებ თუნდაც რა ეხა ეს ვისწავლე ეს რა მე ვარ ძალიან თავმოყარე ადამიანი მე არ შემიძლია ზედმეტი აი საქმის გამო მაგალითად რა ეს შეიძლება არ ვიცი ცუდიც არის იმიტომ რომ მუქნილი შეიძლება არ ვარ ამ საკითხში მე არ შემიძლია თამაში მე არ შემიძლია რომ აი მე რაღაცა საქმე უნდა გავაკეთო და ეხლა ვიღაცას უნდა შევუწვრე აი ეს ჩემ ხასიათში არ ზის და ვერც ვერაზოს ვერ ვისწავლე პირიქით ცოტა პირდაპირიც ვარ რასაც ვფიქრობ გეტყვი ну მიუხედავად იმისა რომ ვისწავლე ცოტა ენაზე კბილის დაჭერა მაინც მგონია რომ ძალიან პირდაპირი ვარ და არ შემიძლია თამაში არ შემიძლია ადამიანის გამოყენება თუ ვიცი რომ აი სიტყვაზე აი ისე წავიდეთ თქვა უკან თაყვანისმცემლების ამბავში რა რომ ყავდა თაყვანისმცემელი თუ ვიცოდი ოღონდ ზუსტად ვიცოდი წინასწარ ხო იცი რომ აი ეს ადამიანი ახლა მე არაზოს მომეწონება არ გამოვიყენებდით ყველა და არ მივცემდი იმეც იმის გამო რომ მე მაგალითად რაღაცა საჩუქრები მიმეყო ამას არ გავაკეთებდი არაზოს იმიტომ რომ მე თვითონ არ მომწონს
და თუ თქვა სიტყვაზე ამ ადამიანს რაღაცა გონია, მე აუცილებლად ვეტყვი, რომ თუ გინდა იმეგობრე ჩემთან, თუ ესეთი რაღაც, მაგრამ ამის იქით არაფერი არ გამოვა. იმიტომ რომ ვიცი ზუსტად, ვისთან საბოლოოდ როგორ, იმიტომ რომ ვიცი რა ჩემი ხასიათი. აი ეს გამომყენებლობა არ მიყვარს არც სხვაში, არც მე არ გამომდის. ძალიან ეს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ ადამიანი იყოს მართალი. ჯერ საკუთარ თავთან და მერე სხვასთან. იმიტომ რომ საკუთარი შეიძლება ყველას თავი სიმართლე აქვს, მაგრამ აი სადღაც ხო შენ ხვდები ამ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაამართლოს საკუთარი თავი რაღაც არასწორ მაშინ საქციელში, სადღაც ხვდები რომ არასწორი ხარ და ადამიანი დააზიან. მე არ მიყვარს, მე არ შემიძლია ადამიანს გამიზნულად გაუკეთო ბოროტება და მე შვიდად დავიძინო. ეს არ ზის ჩემ ხასიათში. რაც არ უნდა, ვთქვათ, რაღაც საქმისთვის იყოს საჭირო, რაც არ უნდა იმისთვის, მე ეს არ შემიძლია. ამიტომ, რა ვიცი, გულწრფელობა, თუ შემიძლია სიკეთე, რომელიც ძალიან სიამოვნებს ხოთაშორის, ეს ადამიანს რაღაცაში ვეხმარები. და სხვათაშორის უთქვამთ, რომ კარგი ფეხი მაქვს. ანუ აი სიტყვაზე ადამიანს რაღაცა სჭირდება, სტარტაპი აქვს, რაღაცა ბიზნესის და უთქვამს, რომ მოდი რაღაც დამეხმარე, თუ შეგიძლია რომ დამეხმარო და რაღაცას გაჩუქებ და მე ამას არ ვთაკილებ არასდროს. არასდროს არ პირიქით რომ ვხედავ რომ ადამიანს გულწრფელად რაღაცა უნდა რომ დაიწყოს, მე თუ შემიძლია რატო არ უნდა დავეხმარო. ძალიან მაგარია. ხო და ეს სიკეთის კეთება ძალიან სიამოვნებს. ხო. და მიყვარს საჩუქრების, აი მე რო საჩუქრებს სასიამოვნო, როდესაც ჩუქნია, მაგრამ კიდევ უფრო მეტად სიამოვნებს მე რო ვჩუქნი და ვიღაცას ვახარე. ისე მართალი ადამიანები არიან ირგვლივ დღესდღეობით. დღეს ძალიან შეცვლილია დრო და ძალიან მატერიალისტური გახდა ყველაფერი. და ძალიან ამ ყველაფერი ამაზე გადის ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესობა თითქოს აი რაღაცა აქითკენ წავიდა და არ მომწონს ეს. ძალიან არ მომწონს. ხო და რატომ მოხდა ეგრე შენი აზრით? ალბათ დრო მოიტანა, არ ვიცი. დრო. დრომ რამ, რო აი ინტერნეტში. რაც ყველა გადარჩე. ხო, თუნდაც მაგან და აი ყველა თითქოს რაღაც საკუთარ თავზე ფიქრობს გადარჩენაზე, საკუთარ თავზე, რაც უფრო მეტი ვიღაცას წაართვას, რომ თვითონ კონდეს ან რაღაც გამოიყენოს და ესეთი რაღაცები მე არ მეწურს. და შეიძლება ამის გამოც ბევრჯერ დავჩაგრულვარ, რომ მე მაგალითად არ შემიძლია რა, ზედმეტი აი ეს როცა შეზრომები არ შემიძლია და ამის გამო პირდაპირ ვყოფილვარ ზედმეტად. შეიძლება ვიღაცებს ეშინიათ კიდევაც ჩემ. რომ ზედმეტად პირდაპირ რაც ფიქრობ იმას ვამბობ და ვიღაცისთვის შეიძლება ნაკლი იყოს, ვიღაცისთვის დადებითი თვისა. მე მაინც მგონია რომ დადებითი. კი. აი რაში დაჩაგრულ ხარ მაგალითად ძალიან მაინტერესებს. ეხა ვიღაცა ის მას ნინბადურაშვილი დაჩაგრულა. აი რაში დაჩაგრული? მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ გეუბნები რომ დავჩაგრულო. ჩემი პირდაპირობის გამო და ჩემი ხასიათის გამო რომ მე არ შემიძლია რომ ვიღაცასთან აი დროებით მივცუცკდე და აი ვითომ საყარელი გოგო ვითამაშე, რომელიც რეალურად არ მჭირდება. ეგ გამოსდით ადამიანებს თან კარგად. დღესდღეობით ხშირად იყენებენ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჭირდება ხოლმე რაღაცას ვფიქრობენ, რომ ხო, საჭირო. მაგრამ ის როგორ ურთიერთობები არ მიყვარს, ანგარებით ურთიერთობა არ მიყვარს და ანგარებით მეგობრობა არ მიყვარს და ანგარებით ვიღაცასთან. აი ვიღაცების ზედმეტი ქება იმის თვალწინ, რომ აი შენ ხარ რაცა ხარ და ამ დროს ესე რომ არ ფიქრობს. მე არ მიყვარს რომ ზედმეტად მაქებენ და მე თუ ვინმე ზედმეტად მაქებს, ეგ მიჩლის ნერვებს და მე რო ზედმეტად კიდე ვიღაცა ვისაც არ ფიქრობ საკებარია, თორე ვისაც ფიქრობ, კაცო, გასისულელი პირიქით, ძალიან ბევრ კომპლიმენტს ვეთქვი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს, როდესაც ვხედავ ნიჭიერებას და მიყვარს, როდესაც ადამიანით რაღაც აღფრთოვანდები. და შემიძლია არ მიჭის ამის თქმა და მივალ და ვეთყვი რომ რა მაგარი ხარ, მაგრამ ეს რომ ვიცი რომ ამას არ ფიქრობს და ამას ჩემ თვალწინ ვხედავ რომ ამას უბრალოდ ეუბნება რომ სამომავლოდ ეგ გამოიყენოს, ეგ არ შემიძლია და ვერ ვისწავლე ვერასდროს. აი შენ შულს რას ასწავლი ხოლმე მაგალითად, აი რომ ეხლა მაინც პატარა რო არის ეხლა, ხო ყოფილა რაღაც სიტუაციები, რაზეც თვითონ დაბნეულია და აი რა გახსენდება, რაზეც შეიძლება ყურადღება გაგემახვილებინა მისთვის და დახმარები ხარ. აი მატერიალიზმი არ მინდა რომ, იმიტომ რომ ძალიან მეშინია, რეალურად არის მაგის საფრთხე ყველასთან, იმიტომ რომ იმდენ ინფორმაციას გებულობენ, იმდენ
ხედავენ რაღაცას ხედავენ იმდენად ეს მისი ასაკის გოგოები იპრანჭებიან ისე რომ მე არ მინდა რომ ზედმეტად იყოს ეს ფულზე დამოკიდებული რა თქმა უნდა საჭიროა კაცო მაგრამ ეს მატერიალიზმი არ მიყვარს არ მომწვენს და არ მინდა რომ ამ კუთხით აარჩიოს მეგობრები სიტყვაზე მაგრამ არც თვითონ ძალიან საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია ელენე გონიერი ბავშვია და თუ რაღაცა მელაპარაკება და ჩვენ გახსნილი ვართ ერთმანეთთან და რაღაცა თუ აინტერესებს კითხვას მისვამს და მეც პერიოდულად რაღაცა კითხვებით ვარ ხოლმე მაგრამ როგორც ადამიანი მე მგონი სწორ გზაზე დგას რომ არ არის აი ხშირად უთქვამთ რომ ხოთშეს როგორი ზრილობიანია და ძალიან სიამოვნებს აი მოუწერიათ სრულად უცხო ადამიანებსაც და ნუ ნაცნობებსაც რა როგორი აღზრდილი ყავს ელენე იმიტომ რომ არ იშლება არის გამარჯობა არც ნახამდის მე მიყვარს ოდესაც ადამიანი ზრდილია რატომაც არა უნდა იყოს მე ესე მასწავლებს რა ვიცი ბავშვი რა უფროსი რომ მოვა უნდა ადგე ფეხზე ესე მას შეიძლება რა ვიცი ჩამორჩენილი ვარ კი ბატონო მაგრამ მე ესე მასწავლეს და ესე მგონია რომ ოდესაც უფროსი შემოვა უნდა ადგე და მიესალმო უცნობს აი რა კიდე რა არ მომწონს იცი აი მაგალითად მე ეგეთი ვარ ორი ადამიანი შემხვდა ვიღაცა ნაცნობი და გვერდზე უდგას უცნობი ხო აუცილებლად იმასაც მივესალმებ ხო იმას რა არესალმებიან რატო არესალმებიან იმას ან ხო და აი რაღაც უცნაური იმიტომ რომ მე ყოველთვის ვესალმები და მე რო არ მესალმები ხოლმე მაგრამ ნუ არა უშავს მე სადღაც რო აი არ ვიცი სადღაც შევედი კარს აუცილებლად დაუჭერ თუ ვინმე ჩემ უკან მოდის იმიტომ რომ თავში არ მოხდეს ეს კარები და რაღაც დილობის ამბავია რა აი ეგ დეტალებს ალბათ ეს რამას რო ხედავს ალბათ მაქიდან გამომდინარე მე ალბათ ნუ ახლა სადაც საერთო სურათი არის რომ ესეთი არის ისე აი მაინტერესებს კიდევ სიყვარულმა რა გასწავლა რა გამოცდილება მოგცა ამ პერიოდის განმავლობაში იმდენი გამოცდილება და ისეთი ქარცეცხლები გავიარე იმდენი საუბარი იყო ხო იცი რა არის რო გითხრა რომ ხშირად შეყვარებული ვიყავი არა მაგრამ ყვარებია რა თქმა უნდა დღესაც მიყვარს მე ვარ ერთად აი რა თავარი გაკვეთილი რაც ვისწავლე და რაც აუცილებლად საჭირო იყო რომ ესწავლა კომპრომისია რაც ადრე დიდად არ მეხერხებოდა მეტად ცოტა ჯიუტი ვარ და აი ეს კომპრომისი ვისწავლე მე არ ვარ ურთიერთობებში რთული და ვფიქრობ ძალიან მარტივი ადამიანი ვარ არც ზედმეტი მოთხოვნილებები მაქვს რაღაც განსაკუთრებული გინდა თუ რაღაც სათამბჯენებს ვითხოვდი ან რაღაც არა საერთოდ არა უბრალოდ აი ძალიან მიყვარს რომ ჩემს სივრცეს აი ჩემი სივრცე მქონდეს და ამ სივრცეში ზედმეტად არავინ შემოიჭრას იმიტომ რომ ხანდახან მე მინდა რომ ვიყო მარტო ხანდახან რა ვიცი აი რაღაცა შენი სივრცის პატივისცემა და მეც ვცემ სხვის სივრცეს პატივისცემს და მინდა რომ მეც ვცემ და აი ეს CGUT და ეს ჩემი რქები, რთხის რქული რქები თითქოს მოვიტეხე და ეს კაია სულთაშორის. არ არის საჭირო სულ რაღაცა ბრძოლის ველი ქონდეს გაჩაღებული. ხო. ეგ ზოგადად ისე ურთიერთობებში ზოგადადაც მნიშვნელოვანია ადამიანებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც და ბოდიშის მოხდა მნიშვნელოვანია ძალიან. თუ თვლი რომ დააშავე და ის ადამიანს დაუშავე, ხო? და რაღაც უნებლიე თქვა სიტყვაზე შეიძლება გამიზნულად არა. მაგრამ ნუ ეწყინა ამ ადამიანს თუ ძვირფასია ეს ადამიანი შენთვის აუცილებლად ბოდიში უნდა მოიხადო. ხო. და სადღაც უკან დახევაც უნდა იცოდე რა, არ არის საჭირო ეს სულ შენ იყო მართალი და შენი სიმართლე ამტკიცო. სადაც საჭიროა, უნდა გაჩერდე და დაიხურო უკან და მე ვფიქრობ რომ ურთიერთობა იმდენად რთულია, კაცის და ქალის, ძალიან რთულია. ხო დაიცნობობდისო. მოკლედ შენ აღარ ხარ მარტო, ახლა შენ ხო და სადღაც ხე მინდვრის თაგვით. აუ ეგ ძალიან მაგარი იყოს მინდვრის თაგვით. ეს მინებ დაგიწერა მინდვრის თაგვით. ხო დაწერა ვიღაცამ და მე მაგრა აიტაცეს და მე მეც ვიხუმრე რა თქმა უნდა, ნუ თაგვიდა. აღარ ყოფილ ხარ მოკლედ მინდვრის თაგვით მარტო. ხო აი ხა ისეთ თავიდან აღარ დაწეროთ აღარ ასასაცი. ხო. ძალიან კაია. ხო და ეხა როგორ ხარ მაგალითად როგორ გრძნობ თავს? ეხა არა გაიხანია ესე. ამიტომ ახალი არაფერი არ არის. კარგად. ძალიან. ხო, კარგად და ნუ, როდესაც ადამიანთან კარგად ხარ, მშვიდად ხარ, სიმშვიდე მოდის ხო პირველ რიგში და ისა. თუმცა ეხა რა თქმა უნდა ყველა ურთიერთობას აქვს თავისი კრიზისები. ესენიც გავლილი მაქვს. ხო, რაღაც მე იმ კრიზისებს რო გაიმე, მე უფრო კალაპაჩი ჯდები თითქოს, ხო? თავარი ეს კრიზისი გადალახო და მთავარი ამ კრიზისის დროს რაღაც არ დაკარგოთ ერთმანეთ. თუ გიღირთ ერთმანეთ, მე მგონი მაინც არ კარგავთ. ხო. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ერთი მხრიდან კომპრომისი არ უნდა იყოს რა, ორივე
ხარე უნდა აანალიზებდეს სად დათმოს და სად რაღაც, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მართლა სხვადასხვა სქესი ვართ და სხვა ჯერ ქალები ძალიან სენსიტიურები ვართ, მე ესე მგონია და ბევრად უფრო სიღრმისეულად განვიცდით ამ ყველაფერს და კაცი ესე ვერ განიცდის და უფრო მეტად ვფიქრობთ რაღაცებზე და რა ვიცი, მეგეთ აუ მაგაზეთი რამე და კითხვა რომ ამბობენ რომ ეს თანასწორობა გენდერული და რაღაც მხრივ ხა არ ვიცი ხა თანასწორობა რა მე ვერ დავეჭიდები 80 კილო, თუმცა არიან ქალები რომელიც არ მგონია რომ რაღაცა პროფესია ყველა პროფესია შეუძლია ქალმაც და კაცმაც გააკეთოს, უბრალოდ რაღაც ფიზიკურ სიძლიერეზე, არ ვიცი, შეიძლება ფსიქოლოგიურზე შეიძლება ის უფრო მეტად გამოვიდეს კაცს ვიდრე ქალს. მეტი არა. ხო და რაღაც მხრივ უნდა იყოს თან მაინც ხო ეგ კი გასაგებია რაღაც შეხედულებები. კაცი იტყვის და ეხლა ყველა დავემორჩილეთ, ეგ არ მომწონს რა თქმა უნდა. ანუ ორივე ერთმანეთს უნდა გაუწიოს ანგარიში რა. კაცი სიტყვა და რაც არ უნდა იყოს მაინც ჩვენ რაღაც უსიტყვოდ ვემორჩილება და რა თქმა უნდა ეს არ მომწონს. ადრე ხო იყო რომ მაგალითად კაცები საერთოდ არ ერეოდნენ ბავშვების აღსტაში. ძალიან ცუდი იყო ეგ. რატო არ უნდა ჩაეპირიქით? მამამ ძალიან ბევრი რაღაცა უნდა ასწავლოს, ისევე როგორც დედამ. შეიძლება დედის ინსტინქტი უფრო სხვანაირია ქალის, იმიტომ რომ შენ აჩენ ამ ბავშვს და მაინც უფრო მეტად რაღაცა მიბმულია შენზე და უფრო მეტად უფრო ხშირად გამოუცვალო ის საფენი სიტყვაზე და უფრო არ ვიცი რაღაც მაინც ეს დედობრივი კავშირი კიდე სხვანაირი კავშირია რა და ესეთი საკითხები უფრო მაინც ქალურია თუ ქალს. თუმცა კაცმა უნდა აიღოს თავის პასუხისმგებლობა, რომ ღამე სულ მთელი ღამე ქალმა არ უნდა ათენოს და კაცმაც უნდა გაიღვიძოს და უნდა დაეხმაროს ქალს. რატო? ის კაცი რომ გადაბრუნდებოდა და რა ინტერესებდა ის ბავშვი მთელი ღამე ტიროდა თუ არა, რატო? როცა შეგიძლია რომ შენც ადგე და სხვა შეს ეს უკვე ძალიან ესე დადებითი ტენდენცია შეინიშნება, რომ ვიცი რომ ბიჭები დგებიან თავის მეუღლეებს თუ რა ვიცი გოგორებს, ვინც ოჯახებს, ხო? ოჯახებს მაქვს საუბარი და ვინც ერთად ცხოვრობს, ქალს ეხმარებიან ხო, ამ ყველაფერში და ეს ძალიან ხანდახან ჭურჭელის უნდა დარეცხოს და რატომაც არა. ხო რა ვიცი რა პრობლემაა. ის ცხოვრობს იქ ერთად ცხოვრობენ ერთად. ეს ბავშვი საერთოა და მაინც ქალმა რატომ და კიდე რომ მიდის კაცი და თითქოს ეს ბავშვები მაგისი არ ყოფილან და გამართლება რო აქვთ რომ ისაა რა ქვია რა ქნას ახლა ის ვერ მუშაობს. კაცო ეს ქალიც არ მუშაობს და რა ქნა ანუ უბრალოდ ქალს აქვს იმის ინსტინქტი რომ ბავშვი მშიერი არ დატოვოს და არიან კაცები რომლებიც ქალთან თუ გაიყარა ის ბავშვს აღარ აინტერესებს და ვალდებულიცაც აღარავინ აღარ აკისრებს ვალდებულებას რომ ბავშვს მიხედოს და ეგ არის ძალიან არასწორი, იმიტომ რომ ორივესია ეს შვილი და ორივე უნდა თანაბარი ენერგიები ჩადოს. მოკლედ ბოლოსკენ მივდივართ, ხო და დესერტი ხო გინდა? დესერტიც უნდა. მოიცა ჯერ ეს არ დამისრულებია. ეს ისე მომეწონა. მეც. ფანი უნდა ვჭამო. ჭამე ნინი. ცოტა ემოციური ხარ შენ, ხო, როგორც ვიცი. ცოტა არა საკმაოდ. და ირაში გამოიხატება ნერვიულობ რაღაც. აი რაღაც ზებზე ნერვიულობ, მეც ვიდრე უნდა ვინერვიულო. მეც. და ეგ მიშლის ძალიან ნერვებს. მე როგორ უნდა ისწავლო და არ ვიცი. მედიტაციები, ლოცვა, სიმშვიდე, ფსიქოლოგია, სუნთქვია, ფსიქოლოგია, ყველაფერი ერთად. და იარე ფსიქოლოგთან? კი. მე პერიოდულად დავდივარ ხოლმე და დაგშველის. შველის კი. და როგორ რაში გამოიხატება ირონერვიულობ, აი თულად ხარ ძალიან, აი მაგდროს მართლა როგორ ხარ შენ თავთან გირჩევნია განმარტყოდა და ეგრე უფრო გადალახავ თუ გჭირდება ვინმე მეგობრების ახლობლების დახმარება, რომ აი გავზიარო თულად ხარ. კი, მიყვარს გაზიარება ჩემი რაღაც იმ მომენტში, რასაც ვგრძნობ. თუმცა მაინც ბოლო მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ისეთ ადამიანს უნდა გაუზიარო, ვინც ამაში პროფესიონალია და დაგეხმარება და საბოლოოდ მაინც ფსიქოლოგთან. არ პერიოდულად, როდესაც ჭირდება, რეკავ და მივდივარ. ხო შეიძლება ესე არის, რომ კვირაში ერთხელ არა. ასევე მყავს ერთი მეგობარი, რომელიც ძალიან ჭკვიანია და ძალიან ფსიქოლოგიც არის და მასთან მაქვს ესეთი კომუნიკაცია, რომელთანაც ძალიან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და ძალიან სწორად ესმის ჩემი ძალიან კარგად მიცნობს და ძალიან სწორ რჩევებს მაძლევს. მე გიფიქრია რომ რაზე დარდობდი თურმე. რა თქმა უნდა წლები რო გადის, მე რაღაც სიტუაციას რო შეაფასებ, ფიქრობ რომ რა მინდოდა, მაგრამ ის იმ მომენტში ხო განიცდი და ხო გასავლელი. და ეხლა ნელ-ნელა ისწავლე? ნელ-ნელა ვისწავლე კი.
თუმცა ეხა ეგეთი ხასიათია და რას იცი, ხო? აი რაც გაქვს ვერ იმას ისაო. მაგრამ ნუ მართლა უნდა ისაო. აუ ძალიან მინდა ხოლმე რომ მეც აი მაგ დროს არ ვიყო ეს უცებ რა ამითას ვაიმე ეხლა რა იქნება აი მომავალზე შფოთვა გაქვს ხოლმე კი სულ შფოთა მომავალზე რომ აი ეხლა რა იქნება ეხლა ამას რომ აი ესეთი რაღაცები მაქვს რომელიც მინდა რომ იმ წამს დავიკიდო და ვიყო იმ მომენტით ძალიან მაყურებელი და ბედნიერი მაგრამ იმ მომენტში ვერ ხარ ხშირად აი ეგ რა უცნაური რაღაცაა რა ხო ნუ ასტროლოგიის თუ გჯერა მაგას ახსნა აქვს რაო თუ გაკეთებია შენი პირადი რუკა აქვს ხო გამიკეთებია ადრე თვარის მდებარეობაც მნიშვნელოვანია მაგ შემთხვევაში თვარე ემოციას მართავს და შენ რაში ყავს არ მახსოვს აი მაგაშია საქმე რომ არ გახსოვს უნდა იცოდე მე მაგალითად თვარე მყავს კირჩხიბში და აი თვარე და მზის ოპოზიცია მაქვს ან მზით ვარ თხის ხა თვარით ვარ კირჩხიბი და ერთმანეთს ეჯახება ეს ორი ესე იგი ძალიან სენსიტიური და ძალიან მიციური მინუს პლუს და სულ ესე ვარ შენ თხის ხა ხარ ხო და მაგიტო არ მეტყობა ძირითადად რომ რაღაც უფრო ისე ცივი ჩანვარ და ამ დროს ის თვარე და როგორ არ გეტყობა თვარე მათხრევს რასაც როგორ არ გეტყობა ანუ ვიცი არ მეტყობა ხო ვინმე შეუმჩნევია რომ მე რაღაც ხო სტაბილური ვარ აი რაღაც ისეთ სიტუაციებში აი ექსტრემალურ სიტუაციებში შეგიძლია რომ აი მარტივად მოაგვარო ეს რაღაც პრობლემა ისე რომ შეიძლება უშიგნიდან ძალიან ცოტ იყო მაგრამ არ გემჩნეოდეს გარედან და როგორ სიტუაციაში აი რაღაც სიტუაცია დაძაბულობა რაღაც პრობლემა მოსაგვარებელი რაღაც და არ უნდა შეგამჩნიოს სხვამ კი ამდენჯერაც სცენაზე რამდენჯერ ყოფილვარ იცი ძალიან ცუდად მაგრამ არ მემჩნეო მართლა აი რატო ყოფილვარ ცუდად აი ამის ემოციურად ცუდად ყოფილვარ მაგრამ ანუ სცენაზე ამას მე ხალხი ვერ ხალხი რო გიყურებს მაგიტო ცუდად არა ნუ სხვა რაღაცები რომელიც უბრალოდ იმ წამს ძალიან არა ვარ კარგად სტაბილურად მაგრამ შეიძლება თავურის ხვევაც მქონდეს მაგრამ ეს არ ჩანს რა ანუ ვერ მომჩნევს მაყურებელი. ესეთი ჩელენჯი მაქვს ბომბარის პირველი ლუკმის ტესტი. აქ არის რამდენიმე სახის დაბალკალორიული შოკოლადები. შენ ახლა უნდა გასინჯო და პირველი ლუკმის შემდეგ მითხარი შენი შეფასება. აბა no sugar added. ანუ ესე იგი ეს კოკოს. ეს კოკოსი. ეს იგივე ხო? მოგეთ სინჯავთ კოკოს. ძალიან გემრიელია. ანუ ამას საერთოდ არ აქვს დაბალკვის არის, ხო? შაქრიანი. ძალიან გემრიელია, ძალიან. აი რა წამოიღო შენ რას გრაფიკ, აი რას შეადარებდი ახლა მაგალითად აი ამ სულ სანაპიროს. ტალღებს რაღაცა. ცისფერ ცას და მზეს და რუჩს, რომელიც ასე გვენატრება დღეს. მე ძალიან გვინდა, რომ ხარია გარეთ. მალე მოვიდა ზაფხული. ძალიან მიხარია. ხო და ამიტომ ბომბარმა გადმოგცა ესეთი სასაჩუქრე ყუთი და დიდი მადლობა. სხვადასხვა გემოებიც აქვს, ჩიფსებიც აქვს სხვათა შორის, პენკეიქები, ესეთი სახის შოკოლადები და მგონია რომ ძალიან მოგეწონება. ძალიან მაყოფილი ვარ. თან მე მგონია რომ ვარჯიშის მერე სულ მინდა ხოლმე აი რაღაცა საღამოს ცოტა ტკბილისკენ მაინც მიმიძებს გული და ხა ამას კი საღამოს შეგიძლია თავისუფლად დააგემოვნო ეს ვარჯიშობ შენ ხო ვირაკაია ეს რა ჩვენი ფაფინაც განსაჩუქრებს შრის პანტელებით სხვადასხვა სახეობები არის მოკლედ და კი დააგემოვნე სიამოვნები შენ როგორც აღნიშნე მოიხმარ კი შრიას კი და თითქმის ყოველ დღე აი ეს ხარ არის ძალიან კარგია მოკლედ ერთი წუთი უნდა ხო როგორც ვიცი სულ და ხო ძალიან დიდი მადლობა ნინი ძალიან გამიხარდა ძალიან კაი სტუმრობა მქონდა იმიტომ რომ თან მშიერი ვიყავი და დავნაყრდი ახალი რაღაცებიც გავსინჯე და გავიგე რომ თურმე არსებობს და ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები მადლობა შენ და შენც რა თქმა უნდა უვლევ წარმატებას გისურვებ შენ საქმიანობაში ჩვენი სტუმარი იყო ნინი ბადურაშვილი, თქვენ კი აუცილებლად გამოიწერეთ, კიდევ მინდა გთხოვოთ და შეგახსენოთ ჩემი YouTube არხი, იყავით აქტიურად, ჩაერთეთ, გვიყურეთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.